მოგესალმებით შემოკარგებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ქათმის ფარშით მომზადებული გუფთები პომიდორის წვენში. როგორც ყოველთვის ყველამ კარგად იცით, რომ მე ძალიან მომწონს ბიუბიუს პროდუქცია. თქვენ რომელიც გინდათ ის გამოიყენეთ. მე პირადად კმაყოფილი ვარ ძალიან. 500 გრამ ქათმის ფარს შეურიე 200 გრამი საქონლის ფარში. შემდეგ დავამატე 1 ცალი კვერცხი, 1 ცალი ხორცაკებ მანქანაში გატარებული ხახვი, 150 გრამი წინასწარ კარგად გარეცხილი და გამშრალი ბრინჯი, მარილი წიწაკა გემოვნებით, ამოვიღე პატარა ბურთებად და სადილის მომზადებამდე ეს ხორცის ბურთები წინასწარ წამოვხარშე მარილიან წყალში. შემდეგ გადავიტანე ცალკე ლანგარზე. ტაფაში მოვათავსე კარაქი, თვალის ზომი დაახლოებით 3 სადილის კოვზი. დავამატე გაგრილებული გუფთები, რომელიც ოდნავ მოვბრაწე უფროსწორად. მალევე დავამატე 2 ცალი ალყად დაჭრილი ხახვი, თითო წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკები, როგორც კი ბოსტნეული მორბილდა. წინასწარ მქონდა გამზადებული 5 ცალი კანგაცლილი წვრილად დაჭრილი პომიდორი, რომელშიც მქონდა არეული მარილი, ცოტა ილპილი, 1 კოვზი ტომატის პასტა, 1/2 ჩაის კოვზი პაპრიკა, 1/2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი. ეს ყველაფერი კარგად გავხსენი და დავამატე უკვე მოშუშულ ხორცის ბურთებს ბოსტნეულთან ერთად. შემდეგ პომიდორი ცოტა ხნის დუღილის შემდეგ რომ შესქელდა, დავამატე თვალის ზომით ოდნავ ანადუღარი და გაგრილებული წყალი. როგორც კი ჩემთვის სასურველი სისქე მიიღო, დავამატე გახეხილი ნივრის კბილები, ოხრახუში, რეჰანი ახლა დამატებული აქვს, მაგრამ ცოტაა. კარგად ამოურია და გემრიელესი სადილიც გამზადდა. ასე თქვენს თვალწინ ამას დავამატებ და ძალიან მოსწონთ ეს ვარიანტი ჩემს ოჯახში. რა ვიცი, სცადეთ თქვენც. იმედია მოგეწონება. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.